დღეს ერთი კლიკით, ერთი დაწყაპუნებით შესაძლებელი არის, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა უზღვავი რაღაც მასალა მოგვაწოდოს და ბუნებრივიც არის ეს კონკურენციის განცდის შეგრძნება. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს? ხელოვნური ინტელექტი მასწავლებლის კონკურენტი არის თუ დამხმარე რესურსი და საშუალება? დამხმარე რესურსია. ეხლა უკვე არსებობენ მასწავლებლები, მე პირადად ვიცნობ ძალიან ბევრს, რომელიც იყენებს ხელოვნურ ინტელექტს თუნდაც გაკვეთილების დასაგეგმად, თუნდაც ახალი აქტივობების მოსაფიქრებლად, თუნდაც რაღაც აკადემიური კონტენტის შესაქმნელად, არა მხოლოდ დაწყებით საფეხურზე, საბაზრო საშუალო საფეხურზეც და შესანიშნავი დამხმარე საშუალებაა, იმიტომ რომ მთელი შავი სამუშაო შეიძლება ჩამოიშოროს მასწავლებელმა, გადააბაროს ასე ვთქვათ ხელოვნურ ინტელექტს და თვითონ აკეთოს ის, რაც ყველაზე მთავარია სკოლაში. ჩავთვალოთ, რომ მასწავლებელს ყავს თუ კი ყავს 20 მოსწავლე, 20 ასისტენტი ყავს. ანუ ცოდნის გადაცემა არ მოხდება მასწავლებლის მიერ. არამედ მოხდება ხელოვნური ინტელექტის მიერ მასწავლებლის მეთვალყურეობით.